გამარჯობათ. ვაგრძელებთ საუბრებს ბავშვთა მიმართ ძალადობის შესახებ. ამჯერად ვისაუბრებთ პრევენციის მულტისექტორულ მიდგომაზე. ძალადობა ინდივიდუალური, ჯგუფური, სოციალური, კულტურულ ფაქტორებს წარმოადგენს. და ის არის აი ამ ფაქტორების რთული ურთიერთმოქმედების შედეგი. კიდე გამომდინარე, ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციაც სხვადასხვა გამომწვევი ფაქტორებისკენ არის მიმართული და შესაბამისად მისი სტრატეგიული მიმართულებები იმდენად მრავალფეროვანია, რომ მათი განხორციელება შეუძლებელია მხოლოდ ერთი რომელიმე სექტორის დახმარებით. ბავშვთა მიმართ ძალადობის რისკ ფაქტორებისა და პრევენციის განხილვისას ნათლად ჩანს, რომ ბავშვთა მიმართ ძალადობის გადაჭრა მულტისექტორულ მიდგომას მოითხოვს. მის წარმატებით განსახორციელებლად აუცილებელია საკანონმდებლო, საგანმანათლებლო დასაქმების, სასამართლო, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ჩართვა. ფაქტობრივად, ბავშვების მიმართ ძალადობის აღკვეთა და მასზე რეაგირება ყველა ადამიანის საქმე უნდა იყოს. სხვადასხვა დარგის სპეციალისტებს ამ პრობლემის დამოუკიდებლად გადაჭრა ნამდვილად არ შეუძლია. საზოგადოებრივი ჯანდაცვა, სისხლის სამართალი, სოციალური სამსახურები, განათლების სისტემა, ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციები, მედია და ასაკმელია ბიზნესიც ყველა ცალ-ცალკე დაინტერესებულია ბავშვის მიმართ ძალადობის აღმოფხვით, მაგრამ მხოლოდ ყველა სექტორის კოორდინირებული ერთად მუშაობით არის შესაძლებელი გაცილებით ქმედითი და ეფექტიანი გზების გამოცდილება. ბავშვთა მიმართ ძალადობის პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია შემდეგი ქმედებების განხორციელება. თავიდან უნდა მოვახდინოთ პრობლემების პრევენცია, აღმოაჩინოთ პრობლემები და უპასუხოთ მათ. ხმებსა და ოჯახზე ზრუნვა უნდა განვახორციელოთ იქ, სადაც ძალადობა მოხდა. განმეორებითი ძალადობის პრევენცია და შევამციროთ ხანგრძლივი ნეგატიური გავლენა. არაღირსეული მოპყრობისაგან ბავშვთა დასაცავად, დროული რეაგირების მოსახდენად, სარეაბილიტაციო და პრევენციული ზომების წარმატებით გასატარებლად აუცილებელია პრობლემებისადმი სპეციალისტების მულტიდისციპლინარული მიდგომა. სხვადასხვა სექტორების თანამშრომლობა, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს ბავშვთა ძალადობისაგან დაცვის ერთიანი სტრუქტურის ჩამოყალიბებას. ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევაში ჩვენი მთავარი მიზანია პირველი, დავიცვათ ბავშვი იმ ზიანისაგან, რომელიც ადგება მას ძალადობის დროს. შემდეგ ჩავატაროთ კონსულტაციები როგორც ბავშვთან, ისე ოჯახთან. მესამე, მინიმუმამდე დავიყვანოთ ბავშვის ტრავმირება. შემდეგ დავიცვათ ბავშვი მოძალადისაგან და დასასრულ პასუხი ვაგებინოთ მოძალადეს ჩადენილ ქმედებაზე. ამ ამოცანების გადაწყვეტა მეტად რთულია და მის შესასრულებლად აუცილებელია სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების და სპეციალისტების ჩართვა. ანუ აუცილებელია მულტიდისციპლინარული ჯგუფის ჩამოყალიბება. ამ მულტიდისციპლინარული გუნდის ეფექტური მუშაობისათვის აუცილებელია სხვადასხვა სპეციალისტების პროფესიული ურთიერთობები. ეხლა თავად ეს მულტიდისციპლინარული გუნდი როგორ გვესახება. იგი უნდა იყოს შექმნილი საერთო მიზნით, იდეოლოგიით, მეთოდოლოგიით და საერთო ამოცანებით. ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევაში, განსაკუთრებით თუ ადგილია სექსუალურ ძალადობას, შედეგის მისაღწევად მულტიდისციპლინარულ ჯგუფში უნდა თანამშრომლობდნენ შემდეგი სექტორის წარმომადგენლები. საუბარია სამართალდამცავ ორგანოებზე, რათა გამოვლინდეს ჩადენილი დანაშაული. უნდა მონაწილეობდეს ბავშვთა დაცვის სამსახურები, რათა უზრუნველყო დაზარებული ბავშვის და ოჯახში მყოფი სხვა ბავშვების დაცვა. აქ უნდა მოიაზრებოდეს ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის
სექტორი, რათა იზრუნონ ბავშვის ჯანმრთელობაზე და საჭირო შემთხვევაში ექსპერტიზის ჩატარებაზე. ამ ჯგუფში აუცილებელია ფსიქოლოგების მონაწილეობა, რათა ჩაატარონ მუშაობა ძალადობა განცდილ ბავშვთან და მისი ოჯახის წევრებთან. უნდა მონაწილეობდეს ჯგუფში სახელმწიფო მბრალდებელი, პროკურორის გამომძიებლის სახით, რათა საჭიროების შემთხვევაში მოძალადეს წარუდგინოს ბრალი. ბავშვთან მიმართ ძალადობისა და უგულვებელყოფის საკითხზე მომუშავე მულტიდისციპლინარულ გუნდს უნდა ჰქონდეს ბავშვისა და ოჯახის პრობლემების საერთო ხედვა, მოქმედების საერთო მიზანი, ჯგუფური პასუხისმგებლობა შედეგებზე, სწრაფი რეაგირების უნარი და საშუალება, ერთიანი მოქმედების გეგმა. ჯგუფის ყველა წევრი შეთანხმებულად უნდა მოქმედებდეს. ჯგუფის წევრები ერთმანეთთან ფუნქციებს და როლებს უნდა ავსებდნენ. მულტიდისციპლინარული თანამშრომლობის საუკეთესო მოდელი არის ბავშვთა დაცვის ცენტრი. ეს მოდელი ხელს უწყობს სხვადასხვა სპეციალისტების ურთიერთთანამშრომლობას, თითოეული სპეციალისტის როლის და უნარების გამოკვეთას. ბავშვის მიმართ ძალადობის შემთხვევაში ბავშვთა დაცვის ცენტრები შემდეგ ძირითად პრინციპებს ეყრდნობიან. ჩარევა უნდა იყოს გრძნობიარე და ამყარებდეს პრინციპს ყველა ოჯახი და ბავშვი არის უნიკალური. შემდეგი მომენტი, ბავშვის მიმართ ძალადობა არის თემის პრობლემა და არც ერთ ცალკე აღებულ ორგანიზაციას ან სპეციალისტს არ შეუძლია მისი დამოუკიდებლად გადაწყვეტა. აუცილებელია პროფესიონალები, სამართალდამცავი, სასამართლო ორგანოების, ექიმების, ფსიქოლოგების და ბავშვთა ინტერესების დამცველი ჯგუფების შეთანხმებული მუშაობა. მულტიდისციპლინარული გუნდი დასახული ამოცანების წარმატებით გადაწყვეტას მიაღწევს იმ შემთხვევაში, თუ შემუშავებული იქნება ამ ჯგუფის რეაგირების მექანიზმები ბავშვისა და ოჯახის პრობლემების გადასაჭრელად. თავიდან იქნება აშორებული სხვადასხვა სპეციალისტების მრავალჯერადი და დუბლირებული შეხვედრები და ინტერვიუები ბავშვებთან, რათა არ მოხდეს ბავშვის ზედმეტი ტრავმირება. ოჯახს შესთავაზებენ ისეთ მომსახურებას, რაც აუცილებელია მისი ნორმალური ფუნქციონირებისათვის. ბავშვის ინტერესების დამცველ სპეციალისტებს და ორგანიზაციებს შორის იქნება ღია ურთიერთობები და შეთანხმებული მუშაობა. მონიტორინგს გაუწევენ გამოძიებასა და ბრალის წაყენებას, მის მკურნალობას. შეძლებენ სრულფასოვანი ინფორმაციის მოპოვებას სამართალწარმოების სამოქალაქო და სისხლის საქმეთა პროცესისათვის. ბავშვზე ძალადობის შემთხვევების სასამართლო საქმეთა სამართალწარმოება დაიხვეწება და მოძალადებთა უმრავლესობას დაეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. მოხდება აუცილებელი პროფესიული უნარების განვითარება ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევაში ეფექტური რეაგირების კუთხით და დამუშავდება თემთან მუშაობის სპეციალური პროგრამები, რათა თემა გააცნობიეროს ბავშვთა მიმართ ძალადობის პრობლემა. მულტიდისციპლინარული ჯგუფის მუშაობის ერთი იდეალური მოდელი არ არსებობს. რამდენადაც ადგილობრივი მიდგომები სპეციფიური უნდა იყოს და უნდა ასახავდეს თემის კულტურულ თავისებურებებს, მაგრამ პროგრამების უმეტესობა დაფუძნებულია ერთ ძირითად მიდგომაზე. ამოსავალი წერტილი არის ბავშვი. მულტიდისციპლინარული ჯგუფის უთანხმოება გვხდება იმ შემთხვევაში, თუ ბავშვის დაცვის საკითხებში პოლიციური და სასამართლო მუშაობის პრინციპები განსხვავებული. მონაწილე ორგანიზაციებს შორის არის არასაკმარისი ურთიერთპატივისცემა და თანამშრომლობა. ცალკეული ორგანიზაციების და სპეციალისტების როლი და მოვალეობები ნათლად არ არის განსაზღვრული, არასაკმარისი კვალიფიციური კადრებია, კონფიდენციალურობის საკითხები არაა სასურველ დონეზე. ბავშვთა კეთილდღეობისათვის ძალზე მნიშვნელოვანია რესურსებისა და ქმედებების შეთანხმება, ჯანმრთელობის, განათლებისა და განათლებისა, სოციალური და სამართლებრივი სექტორის მჭიდრო თანამშრომლობა.
მასმედიის აქტიური ჩართულობა ბავშვთა მიმართ ძალადობისა და უგულებელყოფის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ასამაღლებლად.